მე რა მქონდეს? შენ რა უნდა გქონდეს? ანას ტელეფონი აქვს და კლას ტელევიზორი აქვს და მე რა მქონდეს? ახლა რაშია საქმე? სანდრო მიცის რომ მოვიდეს პირდაპირ ტელეფონის მოთხოვნით მიიღებს უარს. ამიტომ ჩართო დიპლომატია და მომადგა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ანას ტელეფონი აქვს, თეკლას ტელევიზორის პულტი აქვს, მე კომპიუტერი მიჭირავს, მას რა ქონდეს? გოგო დამიჯოინდი. აი დღეს მე მინდა გესაუბროთ ეკრან დამოკიდებულ ბავშვებზე. ეს პრობლემა მეტნაკლებად დარწმუნებულია ყველა სხვა წუხებს, თუმცა არ მინდა ეს აღიქვათ როგორც რაღაცნაირად ჭკუისწავლებად. დედობა ჩემთვისაც და თქვენთვისაც დარწმუნებული ვარ, აქვს ყოველდღიური გამოწვევა. ამას ხან ვუმკლავდებით, ხან ვერ ვუმკლავდებით, ვუშვებ ძალიან ბევრ შეცდომას. ამ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა ხან მეძლევა, ხან არა. თუმცა თუ ჩემი გამოცდილების გაზიარება ვინმეს გამოადგება, ძალიან გამიხარდება. დასაწყისშივე უნდა ვაღიაროთ, რომ ეკრან დამოკიდებულება მარტო ბავშვების პრობლემა არაა. Applies eSIM, you get unlimited data and it's super easy to install and set up. Download Olify and forget about the digital SIM card. We're good. რამდენი ხანია დეძახი? მე ვარ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი შვილები დაინტერესდნენ ტელეფონით, რადგან თუ მშობელი არის ინტერნეტში ხშირად და ამას ხედავს შვილი, ბავშვი აუცილებლად დაინტერესდება გაჯეტებით. მგონი მალე წავაგებ. მალე კი არა, აი ამას კი გადაადებინე და ხუგით. ასე მოგიკლა. ოჩა. თამაში არის ერთ-ერთი ხერხი, რომლის შეთავაზებითაც ბავშვი შეგვიძლია მოვწყვიტოთ ტელეფონის თუ ტელევიზორის ეკრანს. თუმცა ჩემ შემთხვევაში ამ თამაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს დედა, ანუ მე. საკმარისია დედამ 5 წუთით ყურადღება მოადუნოს, რომ ისევ ასეთი სურათი ხვდება. მოდით ვცადოთ ხელოვნური ინტელექტის ჩართვა და ვკითხოთ ChatGPT-ს, რას ურჩევენ ფსიქოლოგები მშობლებს ეკრან დამოკიდებულების პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი რეკომენდაცია ეს არის, შეადგინეთ მკაფიო წესები და საზღვრები, დაუწესეთ დროის ლიმიტი ბავშვს, მაგალითად 1 საათი დღეში. მეორე, შეცვალეთ ეკრანი ალტერნატიული აქტივობებით, ჩართეთ ბავშვი ფიზიკურ შემოქმედებით ან გონებრივ აქტივობებში. მესამე, იყავით მაგალითი. ანუ ბავშვები რადგან მიმბრძოლობით სწავლობენ, უნდა ვცადოთ, რომ ჩვენც როგორღაც ნაკლები დრო გავატაროთ ტელეფონთან და ეკრანთან. მეოთხე, დაინტერესდით, რას უყურებს ან რით თამაშობს ბავშვი. ხოთაშორის ვცადე, მაგრამ ანა მირჩია დედა სხვაგანო როცა მიხვდებიო, რომ ლუქის თამაში უნდა იწყოთ, ეს მაინც პატარებისთვის არისო და უხერხულია. აკრძალეთ ეკრანზე ყოფნა დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. ნუ გამოიყენებთ ეკრანს როგორც ჯილდოს ან სასჯელის საშუალებას. არის ხოთაშორის ეს შეცდომა ხშირად დამიშვია. და მეშვიდე, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს. ანუ თუ შემამჩნევთ, რომ ბავშვი აგრესიული ან დეპრესიული ხდება ეკრანის მოშორებისას, ვიდრე ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, ჯობს დროულად ჩავთოთ სპეციალისტს. საკმაოდ ჭკვიანური რჩევები მოვისმინეთ ხელოვნური ინტელექტისგან. ჩვენ ახლა მივდივართ ცურვაზე, მე და ანა. ფიზიკური აქტივობა ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის იმისთვის, რომ ბავშვების ეკრან დამოკიდებულებას გავუმკლავდეთ. რადგან დამტოვებელი არ გვყავს, ეს შლეიფიც უკან მოყვება. თეკლას და სანდროს სახით. უბნის მუნიციპალურ აუზზე ანაკვირაში 3 დღე დადის და სიამოვნება ოჯახს 120 ლარი უჯდება. ასე რომ მე და ჩემმა სამივე შვილმა აქ სიარული რომ გადავწყვიტოთ, ეს დაგვიჯდება 480 ლარი. უშინდეობდებოდა ზუსტად ჩემი ქმარი, რომ ბარსელონაში
ოჯახური პაკეტი ულიმიტო, რომელიც სულის გარდა კიდევ სხვა სერვისებსაც მოიცავს, სულ რაღაც 80 евро ღირს. ვალენსიაში 52 евро. ოღონდ ახლა ევროს ნუ გადაიყვანთ ლარებში, რადგან მათთვის 80 евро იგივეა, რაც ჩვენთვის 80 ლარი. სხვათა შორის აქ ფასტაკლებაც აქვთ მრავალშვილიან დედებზე, მაგრამ ამისთვის მეოთხე შვილის გაჩენა მომიწევს და მგონი არ ღირს. ანესთან კომუნიკაციისთვის თავიდან ძირითადად ვიყენებდით smart საათს, თუმცა მალევე გვთხოვა ტელეფონის ყიდვა, რადგან მის ბევრ კლასელს ჰქონდა. საბოლოოდ მობილური იმ პირობით ვუყიდეთ, რომ მას მხოლოდ შეთანხმებული წესებით გამოიყენებდა. მაგალითად, ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც მეცადინეობას და წრეებს დაასრულებს, წაიკითხავს მხატვრული ლიტერატურიდან რამდენიმე თავს, დამატებით ამოხსნის ამოცანებს და სხვა. ცოტა ისე გამომდის გადაივლის 9-ს, მოკლავს გველეშაპს და მსგავსი, მაგრამ თლად ყველა ეს წესი ხვდებით ალბათ, რომ რეალობაში ცოტა რთული გასატარებელია. თავარი მიზანი რეალურად ის არის, რომ ტელეფონით თამაშის დრო არ უნდა გადააჭარბოს დღეში 1 საათს. ყველაზე მაგრა ვიცია ესაა. თუმცა რაც ტყუპები წამოიზარდნენ, სულ უფრო და უფრო გვიჭირს ამ წესების დაცვა. საბედნიეროდ ჩემი შვილები გარეთ უბანში გასეირნებაზე უარს თითქმის არასდროს მეუბნებიან, ამით ორ კურდღელს ერთად ვიჭერთ. პირველი რომ რამდენიმე საათით მაინც ივიწყებენ კომპიუტერის, ტელეფონის არსებობას და ეკრანს წყდებიან და მეორე დ-ვიტამინის მარადსაც ივსებენ. ვიდრე ჩემი შვილების კვერში ერთობიან, შევეცდები ჩემი რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ. თანხმდებით ყველა ალბათ, რომ ეკრანდამოკიდებულების პრობლემასთან ბრძოლაში დედას აუცილებლად სჭირდება ოჯახის წევრების დახმარება. თუმცა რეალურად ვითარება ცოტა სხვაგვარადაა. მაგალითად, ჩემს ოჯახში მე ვარ ეგრეთ წოდებული ბოროტი პოლიციელის როლში, მე ვარ მთავარი ამკრძალველი გაჯეტების და ასეთი კატეგორიული ვერ არის ვერც მამა, ვერც მამიდები, ვერც დეიდა, ვერც ბებოები. და ისინი ბავშვების გულის მოსაგებად თუ რამდენიმე წუთის მშვიდად გატარებისთვის მზად არიან რაღაც პერიოდი ათხოვონ ბავშვებს ტელეფონები, ან მისცენ უფლება ტელევიზორს დიდხანს უყურონ და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთი მიდგომა არ არის სწორი. თუ თანხმდებით იმაზე, რომ გაჯეტები ბავშვებისთვის არ არის სასარგებლო, მაშინ ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა გაამყაროთ დედის პოზიცია და მხარი დაუჭიროთ მას. თუმცა ყველა წესი აბსოლუტურად უწესოდ ირღვევა, როდესაც ემიგრანტი მამა რეკავს. მე კარგად